ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათზე ზრუნვისაკენ მოუწოდეს მოქმედ ხელისუფლებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. პარტიის წარმომადგენლები დღეს თამარის დასახლებაში ტყვეთის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრობლემებით დაინტერესდნენ. მოქალაქეებმა მთავარ საკითხად უბანში საბავშვო ბაღის არქონა დაასახელეს, რის გამოც მათ ბავშვები სხვადასხვა უბანში მდებარე საბავშვო ბაღებში ტარება უწევთ. არიან ისეთებიც, რომლებიც მანძილის გამო პატარების სახლში დატოვებას ამჯობინებენ. ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოსავალს უბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაში ან პოლიციის შენობისთვის ძველი სტატუსის დაბრუნებისა და ბაღად გადაკეთებაში ხედავენ. იმისათვის არის პირველ რიგში საჭირო ბავშვისთვის ბაღი, რომ მიიღოს ცოდნა, განათლება. ამასთან ერთად გვაქვს ადგილები, რომ იყოს მაგის საშუალება. გვიწევს მე რთულ პირობებში ყოველთვის არა ისეთი ამინდი, რომ შორს წაიყვანო, მოიყვანო ვარ მარტო სახლში და ორი ბავშვით ვიჭირსა. წაყვანა და მოყვანა ბავშვის. ამ უბანს სჭირდება აუცილებლად საბავშვო ბაღი. თქვენ ხედავთ, რამდენი ბავშვია ამ უბანში და არა აქვს საბავშვო ბაღი. შესაბამისად, ეს იქნება ამ უბნის მაცხოვრებელი ქალბატონებისთვისაც ძალიან დიდი შეღავათი. გამოუთავისუფლდებათ დრო ოჯახებისთვის. შესაბამისად, გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ ეს.